ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატი დავით კოდუაკი თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა დევნილებთან შეხვედრაზე თქვა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ხელშეწყობა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა იქნება. დევნილთა ჩასახლებაში ძალიან თბილი, მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა, შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა. იყო რაღაც პატარ-პატარა პრობლემები, რაზეც ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ და დავსახეთ გადაწყვეტის გზები. ყველა ჩვენს ინიციატივას მათ გაუზიარებ და შესაბამისად ის მათი იმედიც მაქვს, რომ თავიანთი ხედვები, თავიანთი მოსაზრებები აუცილებლად უნდა გაგვიზიარონ და ეს ერთობლივად, გუნდურად ვაპირებთ მომავალი 4 წელი ერთობლივად დევნილებთან ერთად ვაშენოთ ჩვენი ქალაქი და უფრო ლამაზი, უფრო კეთილმოწყობილი და უფრო საინტერესო გავხადოთ. ყოველი მისი საქციელი იმდენად მოსაწონია და იმდენად დამაჯერებელი, არ შეიძლება რომ უსმინო და არ დაიჯერო მისი. მე ძალიან მომწონს, ხარს უჭერ და მოუწოდებ ზუგდიდელებს, რომ ხარი დაუჭირო ამ ადამიანს.